კიდევ ერთი ახალი სიტყვა მედიცინაში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ახალი სერვისები, არსებულის განვითარება და ანაზღაურების მატება. სახელმწიფო მასშტაბურ ცვლილებებს იწყებს, მიზანი არის დაავადებების საწყის ეტაპზე გამოვლენა, ამისათვის არაერთი დამატებითი სერვისი ხდება უფასო. პროგრამა საპილოტე რეჟიმში იწყება პირველ ეტაპზე და 6 სამედიცინო დაწესებულებაში იმუშავებს. გიორგი აბაზაძე ამბობთ, კონკრეტულად რას მოიცავს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით შედგენილი ინიციატივა ჯანდაცვაში. პირველადი ჯანდაცვის რგოლის როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულების რეფორმა საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილებით იწყება. მთავრობის ამბიციური გეგმით უფასო სერვისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და დაემატება ახალი პაკეტებიც. რეფორმის მთავარი ინდიკატორია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. უამრავი დაავადება შეიძლება იყოს, რომელიც კარგად ნამართი პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ კარგად ნამართი ეს დაავადებები ძალიან ბევრ გართულებას გვარიდებს თავიდან. მაგალითად, ინსულტი ნაკლებად დაემართებათ ადამიანებს, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ფორმატში კარგად ახერხებენ მაგალითად ჰიპერტენზიის მართვას და ასე შნაი წნევის რეგულირებას კარგად ახერხებენ და სხვა. მნიშვნელოვანია თვითონ მოქალაქისთვის გაჩნდეს მაგალითად უფასოდ ხელმისაწვდომობა ძალიან ბევრ ისეთ სერვისზე, რომელიც დღეს შეიძლება მას არ ხელეწიფებოდეს. პირველად ჯანდაცვაში აქ ინვესტირებით ჩვენ შეგვეძლება რომ მაგალითად გართულებულ ფორმებში დიდი ეკონომია გავწიოთ და ამ შემთხვევაში ეს შეიძლება მოსალოდნელი რიცხვი იყოს დაახლოებით 160 მილიონი. რეფორმის მიზანი შედეგებზე ორიენტირებაა, როგორ უნდა იმოქმედოს ექიმმა და ამბულატორიამ კონკრეტული ინდიკატორებით განისაზღვრება, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლმა დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ შეასრულოს. მაგალითად 5 წლამდე ბავშვს სხვა ყურადღება ჭირდება და სხვანაირი მოტივაცია გვჭირდება, რომ ხშირად დადიოდეს ექიმთან, ხშირი კომუნიკაცია ჰქონდეს, ისე როგორც ხანდაზმულის შემთხვევაშია. მაგრამ მაგალითად საშუალო ასაკის მამაკაცის ან ქალის შემთხვევაში შეიძლება ნაკლებად აქტუალური იყოს. აქაც შემოგვაქვს დიფერენცირებული მიდგომები ანაზღაურებიდან დაწყებული მათი გამოკვლევების და სხვადასხვა სერვისებით მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სფეროს გაჯანსაღების რეფორმა პერსონალის ანაზღაურებაზეც აისახება. რა თქმა უნდა, ექიმი უნდა იყოს უფრო მეტად დაფასებული. აუცილებელია რომ გაჩნდეს მეტი ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ექიმს და ექთანს ჰქონდეს უკეთესი ანაზღაურება. ჩვენი ვარაუდით ეს დაახლოებით გაორმაგდება. მნიშვნელოვანია რომ მხარდაჭერა ხდებოდეს ექიმების განვითარების, ექთნების განვითარების და შესაბამისად საპასუხოდაც იყოს უფრო მაღალი დონის შესრულება, უფრო მაღალი დონის მაჩვენებლები. 1 ნოემბრამდე პროექტის საპილოტე იქნება, მიღებული გამოცდილება კი სამომავლო საქმიანობას განსაზღვრავს. მომავალი წლიდან პროექტში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა გაიზრდება. 2028 წლიდან კი მასში სოფლის ექიმებისა და ამბულატორიების ჩართვა იგეგმება. ხარისხიანი მედიცინა სწორედ პირველადი ჯანდაცვიდან იწყება. პაციენტის მკურნალობის ხარისხი სწორედ მასზეა დაფუძნებული. რეგიონებში მათ შორის სატესტო რეჟიმში ჩართულობა ასევე სწორ დივერსიფიკაციას გამოიწვევს და სწორად დაგვანახებს საჭიროებებს. იმ კუთხით, რომ დივერსიფიცირებულად შერჩეული მონაწილეები სატესტო რეჟიმში სწორ საბოლოო დიაგნოზირებას დაგვისვავს, რა მიმართულებით როგორ უნდა გაკეთდეს აქცენტები. რეფორმა შესაძლებელს გახდის ბევრი დაავადება და მისი გართულებული ფორმები თავიდან აიცილონ, რაც დანახარჯებსაც შეამცირებს.